მოგესალმებით ყველას, მედია კავშირი ობიექტივი და გადაცემა პროფესიონალები და საზოგადოება აგრძელებს თქვენთვის მუშაობას პირდაპირ ეთერში. ჩემი დღევანდელი გამოშვების სტუმარი გახლავთ მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი მაყვალა გონაშვილი. დიდი მადლობა მაყვალა, რომ დღეს მოგესალმებით ჩვენთან ხარ. 17 მარტიდან 22-ის ჩათვლით ისეთი სიჩუმე სუფევდა. თან რაღაცნაირად თუ შეიძლება დიდებული ვუწოდოთ ამ სიჩუმეს და ნელ-ნელა გვიტივტივდებოდა ხოლმე რა სიბრძნე დაგვიტოვა ჩვენმა ტკბილმა და თბილმა და ბრძენმა უწმინდესმა და შენ ძალიან ახლო კონტაქტი ქონდა, ხშირი კონტაქტი ქონდა და ხშირად მოგისმენია პირადად მისი დარიგებები და ეს ბრძნული აზრები და მოდი ახლა ამ თემებზე ვისაუბროთ. მადლობთ მანანა რომ ამ თემაზე მომიწვიეს სწორედ, იმიტომ რომ მე ამ დღეებში ვერ იდებოდი მკვეთრად გამომეხატა ჩემი ტკივილი, ჩემი სევდა, იმიტომ რომ თუ შეიძლება რომ სევდაშიც ამაყი იყო, მე ამ დღეებში აი ამ გლოვასა და სევდაში ამაყი ვიყავი საქართველოთი და ვფიქრობდი რომ ზედმეტი თავის გამოჩენა იმის მტკიცება როგორ გვიყვარდა ჩვენ უწმინდესი, ცოტა შეიძლება და რაღაც თეატრალური ერფენიც მიეღო და ამიტომ ძალიან უფრთხილდები, რადგან არაფერს არ ჭირდება ისეთი გაფრთხილება, როგორც დიდ სიყვარულს და მგლოვიარე სიყვარულს. ამაყი ვიყავი მეთქი ვამბობ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ დაანახა თანამედროვე მსოფლიოს საქართველოს, იმ მსოფლიოს, რომლისთვისაც უკვე სიტყვა რწმენა სამწუხაროდ სადღაც გადამალული არის გულის გულში და იქნებ იქაც აღარ დარჩა ადგილი. იქ სადაც ისეთი რაღაცები გვესმის, რომელსაც ზოგჯერ ვფიქრობ ხო არ იგონებენ, ხო არ არის ეს ყველაფერი, რაც მე თანამედროვე სამყაროზე მესმის, აი ჩვენი ვირტუალური სამყაროთ ყურით მოტანილი და იქნებ ადამიანი ასეთი ბნელი, ასეთი დაუნდობელი, ასეთი შემზარავი არ არის. არ მინდა დავიჯერო, რომ ღმერთის შექმნილ ადამიანს შეუძლია უამრავი ბოროტების გაკეთება და აი იმ დროს უცებ სამყაროს დაანახა საქართველოს თუ როგორ გადარჩა საქართველოს. სულ ყოველთვის არის ხოლმე კითხვა, რომ აი რამ გადაარჩინა ეს პაწაწინა ერი, რამდენიმე მილიონი ერი, როგორ გამოიარა საუკუნეების ქარტეხილი უღრანები, მართლა უღრანები და ისევ საუბრობს იმენაზე, როგორც მისი პირველი წინაპარი, მღერის ისე როგორც ალბათ პირველ ქართველ აღმოხდა პირველი ბგერა და აი როცა ამ კითხვებს სვა ადამიანი, მაშინ პასუხი ეს არის, რომ აი ამერ შეუძლია ასეთი სიყვარული და აი ასეთი ღვთაებრივი გლოვა. უფლით გადარჩენილები ვართ. მე არ მახსოვს ზუსტად რომელიღაცა წმინდანმა ბრძანა, ვინც საქართველოს ისტორია იცის, ის ირწმუნებს უფალს. ის უფლის ხო, მარადიუსას ირწმუნებს და როგორ სულ გქონდა შიში, იმიტომ რომ ასაკი თავისთავად ნიშნავს. საოცნაურია, მე კიდე მეგონა რომ აი სულ ფიქრობდი ხოლმე რომ როგორ შეიძლება რომ ეს მოხდეს, ეს შიში მქონდა რაღაც და ნუ მაინც დადგა ეს დღე და დადგებოდა. მე რაღაც დედაჩემთანაც მინდა დავაკავშირო, ერთხელ დედას ვეუბნები რომ დედა ნუ გეშინია 88 წლის გარდაიცვალა დედა. კიდე დიდხანს სიცოცხლე აბა რა გაწუხებს და მან რუსთაველის სიტყვებით მიპასუხა ისე ღიმილით, მე გარდავსულ ვარ სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია. ეს სიბერე ჭირზე უფრო დიდი ჭირი, მასაც შეეყარა ჩვენს პატრიარქს და აი გამოვეთხოვეთ მას და ყველა ჩვენგანი ამ დღეებში ფიქრობდა ვის როგორი შეხება ქონდა. ზოგს უბრალოდ მისი ლოცვა ქონდა ტაძარში პირადად მოსმენილი და ამით იყო ბედნიერი. ერთი ამბობდა რომ მე ძალიან მიჭირდაო ერთხელ და აი რწმენა დაკარგვამდე მიჭირდაო. ზოგჯერ ასეთი დღეების დგება ადამიანის ცხოვრებაში და რო უკვე გამოვდიოდითო ტაძრიდანო, დევნილმა მიამბო ესა, ტაძრიდან გამოვდიოდითო, ჩემთვის ფიქრობო რომ ღმერთო ეს რა შეცვლის ნახე პატრიარქი და უცებო ამდენ ხალხშიო, გეგონება გაიგოო, ჩემი ფიქრიო, გამაჩერაო, გამომიყვანაო, მე უკან ვიდექიო და ისე დამლოცა და ისე მომექცაო. დათელმხილველიც იყო, გულთამხილველი უფრო შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ მე ვიცი რომ როცა რომელიმე ხელოვანს ან ჩვეულებრივ ადამიანს ჰქონდა ძალიან მძიმე ფიქრები და მწერალზეც ერთ წინვალე პოეტზე მაქვს გაგონილი, მან იხმო თავისთან და ფაქტიურად თვითმკვლელობას გადაარჩინა. და ეს არის მართლა ღვთით დასმული. მე სულ ვამბობ, რომ ქართველი ერი მაინც
ღვთისმშეულიერი, იმიტომ რომ როცა ძალიან უჭირს, ღმერთი გამოგზავნის ხოლმე ისეთ ადამიანს, რომელიც გზას დაანახებს, მერე მიყავს მარადისობაში, მაგრამ უკვე წვდიადიდან გამოსულია იმ დროს რაღაც წვდიადიდან. მე ძალიან მინდა რომ მართლა ბოლომდე გამოვიდეს ჩემი ქვეყანა წვდიადია, იმიტომ რომ ყველაზე დიდი დაავადება გვჭირს ახლა საქართველოს, ეს არის ავსიტყვაობა და სიძულვილი, რომელიც ყველაზე დიდი ავადმყოფობა, მე მგონი, ჩვენ გადავიტანეთ რამდენიმე წლის წინ კორონავირუსი და მე მიმაჩნია, რომ კორონავირუსზე უფრო არანაკლები არის ეს საშინელი სიძულვილი და საოცრება ადამიანები იყვნენ რამდენიმე ისეთი ადამიანი, რომელიც ზეიმობდა კიდევაც პატრიარქის სიკვდილს, სუდად გავხდი იმ კომენტარები და გამახსენდა ასეთი რამ, როცა რევოლუცია იყო, ერთმა კაცმა დაანგრია ტაძრის გუმბათი, ჯვარი ჩამოაგდო და სოფელს მიმართა. აბა თუ რამე შეუძლიაო თქვენ ღმერთსო, ხო, მაშინო რამე დამიშავოსო და ერთმა ბრძენმა გლეხმა უთხრა, რომ მეტი რაღა უნდა დაგიშავო შვილო, ჭკვაზე შემსთარხარო, ამაზე მეტი რაღა უნდა დაგემართოსო და ეხლა ვინც ასე მოიქცა, ვფიქრობდი, რომ რა ცოდვანი არიან, მეტი რაღა უნდა დაემართოთ, ამაზე მეტი. ჯერ ნებისმიერი ადამიანის სიკვდილზე გლიცინი და ქილიკი ხო შემზარავია და მე კიდე უწმიდესზე ასე საუბარი. მე ბედნიერი ვარ, რომ პირადად ვიცნობდი მას, როცა ძალიან გაგვიჭირდა მწერალთა კავშირს 2007 წლის აგვისტოში, როცა ჩვენ გამოყარეს მწერალთა სახლიდან სააკაშვილის პერიოდში, ვერ წაგვართვეს სასამართლოთი, ამიტომ მოხდა ისე, რომ პოლიცია ნიღბიანი 100 ნიღბოსანი შემოგვისიეს და მე ძალიან ძიმედ გადავიტანე ის აგვისტო, იმიტომ რომ მე მაშინ დამემართა დიაბეტი ნერვიულობაზე და ეს იყო წლობით ნაგები ტაძარი რო დაგემსხვრეს თავზე, დაახლოებით ასეთი განცდა მქონდა და მოგეხსენებათ მაშინ ამ შენობის გაყიდვა უნდოდა მწერალთა სახლის და ისორი 4 საათზე იქ რო აღმოჩნდი და რო გადაუდექი ამ ნიღბიანებს. გითხრეს რომ პატრიარქი გიბარებთ და მივედით წერლები, მიგვიღო, მოგვეფერა, გვიმასპინძლა და შემდეგ ვარდები დაგვირიგა, ყველას თითო ვარდი მოგცა და მე უკვე ცალკე მიმიწვია მე და ვისაუბრეთ და მითხრა საოცარი რაღაც, რომ არ შეგეშინდესო, ზოგჯერ მტერიო ტაძარსაც წვავსო, მაგრამ მაგაზე უფრო საშინელება, როცა სულში დაგეწვებაო ტაძარიო. დღესო თქვენო გევალებათო ხალხოსნების ფუნქციაო საქართველოშიო. კარ და კარ იარეთო. მოიარეთ წერლება საქართველოს, რომ დაცილდაო, წიგნი და მკითხველი ერთად აღარ არისო. თქვენ თვითონ მიდითო მკითხველთან, ნუ დაელოდებით უკვე მკითხველს, აღარ არის ეგ დრო და მიიტანეთ თქვენი წიგნებიო, მოეფერეთ, სიტყვა უთხარით, ლექსი წაუკითხეთო და აი მაშინ სწორედ უწმინდესის ლოცვა კურთხევით დავიწყეთ ჩვენ პროექტი. ხო და კურთხევა მოცემული ქონდა და ბიბლიოთეკა ბორბლებზე შევქმნით ასეთი პროექტი. პირველი ქონდა პანკისის ხეობაში, საოცარი საღამო და აი პანკისის ხეობიდან დაწყებული მთიან აჭარამდე წავედით წერლები და მიქონდა ჩვენი წიგნები, ვეფერებოდით ჩვენს მკითხველს, უკითხავდით ლექსებს, მახსოვს პანკისის საოცარი დღეები, რომ ცხენები დაგვდნენ ახალგაზრდები და აი დღემდე რაღაცა როგორც ლამაზის წარმოდგენა ასე მაქვს თვალწინ და ერთი წლის მერე ისევ დამიბარა პატრიარქმა და რომ მივედი ცალკე ოთახში ვიყავით უკვე მასთან, ხო და მე ყავა მომართვეს და თვითონ ტომატს სვავდა რაღაც ესეთი პავიდურის წვენს და იხუმრა, რომ ეს ჩემი ყავა არისო, მითხრა. მე შევჩივლე, რომ აი მეთქი შარშა თქვენ რო არ დაგელოცეთ და გზაზე არ დაგეყენებიეთ, ძალიან ძიმედ ვიყავი და აი რაღაც მეთქი ახლა ისე მინდოდა მეთქი თქვენი ლოცვა და პატრიარქს იუმორის გზნობაც საოცარი ქონდა და კი მეც ქონდა შეხება. გაიღიმა და თქვა, გაგითავდა ჩემი ლოცვა. და მახსოვს მაშინ შორენამ უთხრა, რომ უწმინდესო ბევრი გელოდებათო და უპასუხა, ხომ აქ უფლება ცხოვრებაში ერთხელ ერთი დღე მასთან ვიყო, ვისი ნახვაც მიხარიაო და მადლობა უფალს, რომ თითქმის რამდენიმე საათი ვიყავი მასთან. მე მისახსოვრა
ულამაზესი ბეჭედი ჯვრით და მითხრა რომ ეს არის ერთადერთი და სხვა არავის საქართველოში არ ექნება ასეთი რამ და ასევე მაჩუკა თანხა ხა წამოვედი და ვფიქრობ რომ განა რა უნდა გავაკეთო რომ უწმინდესის ნაჩუქარ თანხას როგორ შევეხო და მე გადავწყვიტე რომ დამეწერა ლექსები სასულიერო თემაზე უძღვენი ეს წიგნი უწმინდეს და ამ წიგნის მაშინ უწმინდესადმი მიძღვნილი წიგნით ძალიან ლამაზი მხატვრობით არის ღვთისმშობლებელი მხატვარი გიორგი კუხალაშვილი მწყინვალე მხატვარი აი ულამაზესი ნახატი არის თითქოს ღვთისმშობელი ვარდებათ არის დაღვრილი სულ ვარდების ის არის სამწუხაროდ ვეღარ ვნახე ეხლა ვეძებდი წამოსაღებად მაგრამ და პირველივე სურათი არის ჩემი და უწმინდესის სურათი მისი დალოცვით დამლოცა ამ წიგნისთვისაც და რა ვიცი აი და ერთ-ერთი ლექსი სწორედ ამ ბეჭედს ეძღვნება და უწმინდეს და მახსოვს როცა კიდევ ერთხელ შევხვდი უწმინდეს მე მაშინ ვაკეთებდი დოკუმენტურ ფილმს ქართველი პოეტები უწმინდესზე და წინვალე ლექსებია დაწერილი უწმინდესზე აი მაშინ დამლოცა ასევე და ისეთი ლამაზი ცისფერი ჯვარი მაჩუქა და რო გახსნა ეს პატარა ყუთის თავისი ხელები და მე ვთხარი ვაიმე რა ლამაზია უწმინდესო შეც ლამაზი ხარ ეხლა უწმინდესის იუმორზე მინდა კიდე ერთი რაღაც გავიხსენო რომ ერთხელ უწმინდეს მწერლებთან ერთად არის და ერთ-ერთმა მწერალმა მარხვის დღეებია ტოლმა გადაიღო იყო სამარხოთ სუფრაზე და უწმინდეს უთხრეს რომ ხედაო თქვენო გიყვართ ეს მწერალიო და ტოლმა გადაიღო გაიციდა და უთხრა ტოლმა კაცის გულივითაა მაგრამ რა იცოდა რომ შიქხორცი იყო რა არის გახვეული ტოლმაში წინასწარ არავინ საოცარ ის რომ სწორედ უწმინდესმა მოიფიქრა და გადაწყვიტა რომ ყოფილიყო ოჯახის სიწმინდის დღე და ის რომ უწმინდესმა მოიფიქრა და გადაწყვიტა რომ მესამე ყოველ ამ საოცრად მომაკვდა ვერში ჩვენ და სამწუხაროდ რომ მესამე შვილის თვითონ მისი ნათლული იქნებოდა და ამან ისეთი საოცარი სტიმული მიცა ოჯახებს რომ ყველა ორი შვილის დედა ნატრობდა მესამე შვილს ეს უკვე აი სიცოცხლე რომ დაარიგო მიიტანო ეს ანთებული სანთელივით ოჯახებში აი ამას უდრიდა უწმინდესის მხრიდან ეს და რა ვიცი მადლობა უფალს რომ თვითგზის ლოცვები როგორ გაერთიანა ამით მართმადი და ბორისავყა იყო საოცრად ასევე ტოლერანტი და მოწყალე ერთხელ ასეთი რამ მიამბო რომ ჩვენ ვცხოვრობდითო ვლადიკავკაზშიო და მეგობრები ყავდაო მუსლიმანებიცო და ნუ თავისთავად დედაჩემი იყო ისეთი მორწმუნეო და როდესაც მოვიდოდნენ სტუმრებიო და ისინი არ იყვნენო ქრისტიანებიო ერთ ოთახშიო დედაჩემი ხალიჩას აძლევდა რომ მათ თავისი ლოცვა აღევლინათო მეორე ოთახშიო ჩვენო მუხლმოდრეკითო ბავშვებიო ლოცულობითო მერე ერთია სუფრას შლიდა დედა და ერთად გვიმასპინძდებოდაო რატომ მიამბო მე ეს უწმინდესმა მე მასწავლა იმ ვაჟაფშაველას გზაზე სიარული და ვაჟაფშაველას გენიალური სიტყვების გამართლება ჩვენ ვიტყვით კაცნი ჩვენა ვართ მარტო ჩვენ გვსდიან დედანი საოცარი იყო ამიტომ არ მიკვირს კი არა სწორედ ასე უნდა ყოფილიყო რომ ასე დაეტირათ ის სხვადასხვა აღსარებლობის და სხვადასხვა იმიტომ ადამიანებს ბათუმ აჭარელ მამუსულმანებმა ჩვენ ვიყავით წასული ფერეიდანში ქართულ მწერალთა ჯგუფი და იქ ერთ-ერთი იქაური მოლა შეხვდა და მან თქვა რომ რა ბედნიერები ხართ თქვენ ყავთ დედამიწაზე ყველაზე დიდი სულიერი მამა და ეს თქვა არა ქრისტიანმა არამედ სხვა რელიგიის ადამიანმა მათაც კი იცოდნენ ჩვენი ეხლა ხო გადადეს ბაირამის დღესასწაული იყო და რა დროს ბაირამობაო უწმინდეს ეს დღეები იყო სოფლიოსთვის საჩვენებელი დღეები ვით ვართ ქართველები ერთი მას ღვინჯილია
ჩანს უგინჯილიას აქვს გენიალური ესე და იქ მთავრდება ესე რომ წერს იმას რომ ჩვენი ქართული სიმღერა როგორ გადაიარა საუკუნები რამდენი ყელი გამოიარა და როგორ მოვიდა დღემდე და ბოლოს მთავრდება გენიალურად რომ ტალახს ნურავი ნამისვავთ სახეზე მე უდიდესი ერის შვილი ვარ ხო და აი სიამაყეც მოგცა ტრაგედია რომ უფლის მიმდევრები ვართ და ვართ ქართველები აი მადლობა უფალს მაგ ეს დღეები იყო და თავისებური ილუსტრაციაც იყო თავისებური სიამაყის დღეებიც იყო უდიდესი ტკივილთან ერთად ყველაფერი იყო ის რაც უნდა ყოფილიყო ღირსეულ საქართველოში ხო და ამიტომაც არის რომ სულ გვახსენდება და გვახსენდება ეს რაც იყო პერიოდი ხა წეგან მაყოლა მახსენა რომ ნაკლებად სახარბიელო რაღაცები იწერებოდა მართალი გითხრათ მე არ მინახავს ესენი და კარგია რომ არ გინახავს ხო და კარგია რომ არ მინახავს ხო ალბათ ხო შემზარა ხო და რამდენიმე 2020 წელს თუ არ მეშლება თარიღი იყო პერიოდი როცა უწმინდესის გვერდით დგომა უფრო გამოხატულად გახდა საჭირო და მაშინ ჩვენ ჩავწერეთ ძალიან ბევრი ადამიანი და ეხა რამდენიმე მათგანის ინტერვიუ მინდა შემოგთავაზოთ ისინი აწმყოში საუბრობენ თუმცა ჩვენც აწმყოში უნდა ვისაუბროთ მაგრამ 2020 წლის ჩანაწერებია და მე ირაკლივს ვთხოვ რომ პირველი 2 ჩანაწერი გავუშვით თუ შეიძლება ეს არის სინდისი, ეს არის სიკეთე, ეს არის იმედი, რაც მთავარია და ყველა უკაცრავად, ყველა გაჭირებული ადამიანის გვერდით არის. იმედია, ეს ძალიან დიდ რამეს ნიშნავს, იცით რომ ძალიან გიჭირს მოდიხართ ამ ბუმბერას ადამიანთან, შენ გასაჭირს, ისე შენთან ერთად არის ან იმ მომენტში და ისე გაწყნარებს რომ გამოდიხარ იქიდან და შენი ცხოვრების იმედს გაცლევს, იცით, იმედია. სიყვარულთან ერთად რაღაცა სიძლიერეს მგრძნო და ძალას მაძლევს. ალბათ არ არსებობს მეორე ეგეთი ადამიანი, რომელსაც არ ჭირდება არც დახასიათება, არ ჭირდება არც იმის ახსნა საზოგადოებას თუ რას წარმოადგენს და დაუშვათ რამხელა ძალა აქვს მის ყოფნას ზოგადად ჩვენთვის და ყველაზე მთავარი რაც ყოველთვის მომდის ხოლმე თავში, მინდა რომ ძალიან დიდხანს კარგად და ჯანმრთელად გვყავდეს ჩვენი პატრიარქი. აი ეს განსაკუთრებულობა, ის სითფო რაღაცა განუზომელი, სითფო სიმშვიდე და მისი მრავალფეროვნება აი ნებისმიერ მის ნათქვამ სიტყვაში ჩანს და რაც მაქვს კიდე იცი აი რაზე მყავს ჩემი თავი დაჭერილი რომ საერთოდ რომ მგონია ხოლმე რომ აი ეხლა ესე იტყვის ხო როგორც ჩვეულებრივი ადამიანები რასაც ვფიქრობთ ხოლმე ხო ის რაღაცა განსაკუთრებულს იძახის ხოლმე ამ შემთხვევაში და გაძლევს იმის საშუალებას რომ დაფიქრდე რაზე აი როგორ თქვა, რატომ თქვა, რისთვის თქვა. მე გადის რაღაცა დრო და თუ შენ ძალიან დაკვირვებით ამას უყურებ, ხვდები რომ აი რაღაცა რამოდენიმე თვის წინ ან 1 წლის წინ გადაგებაში ან საკვირაო გადაგებაში რაღაცა თქვა ამ ადამიანმა და ჩვენ მე ამის მომსწრეები ხვდებით. ნუ მისი დამოკიდებულება ზოგადად ადამიანების მიმართ, რჩევები, როგორ უნდა როგორი ურთიერთობა უნდა გქონდეს ჩვენ ოჯახში ერთმანეთთან, როგორი ურთიერთობა უნდა გქონდეს მეგობრებს ერთმანეთში, საერთოდ ადამიანებს როგორი განწყობა უნდა გქონდეს ერთმანეთის მიმართ.
ჩემთვის პატრიარქი ჩემი ცხოვრების ძალიან რთული გზის გზამკვლევი შუქურაა, რომელსაც მივყვები. მე მას ვუსმენ. ძალიან მიყვარს და მე იმედება. ბედნიერი ვარ, რომ ის ჩვენი ერის სულიერი წინამძღვარია. ჩვენ მას თვალის ჩინივით უნდა ვუფრთხილდებოდეთ. მაყვალა და ლექსები გაქვს შენ მოტანილი, ხო? ხო, მე რამდენიმე ლექსი მაქვს პატრიარქზე, აი სწორედ იმ წიგნში მიძღვნილი და მინდა რომ ორი ლექსი წავიკითხო იქედან. ერთ-ერთს ქვია ღირსახსოვარი, სწორედ წეგან გავიხსენებ ბეჟის ამბავი და აი ამას ეძღვნება ეს ლექსი. თვალებში სხივი, გულში რწმენა, ბეჭედზე ჯვარი, ვარ ბედნიერი და ურიცხვი განძის ფლობელი, რადგანაც თითზე ბზის ნაფერი ბრწყინავს ბეჭედი, უწმინდესისგან მოძღვნილი და ნასახსოვრები. ვეღარ გრძნობ მიწას, ბიწი სულის ჩამოვიბანე, როგორ მინავდა ატეხილი გულში ომები, მეკცა ნუგეშად და ფარველად ჯვარი ბეჭედზე, უწმინდესისგან მოძღვნილი და ნასახსოვრები. სამოგიეროს უხდი როცა გულღრძოს ავყიას, როდესაც სული ამევსება ლიქნით ჭორებით, გრძნობ თითზე როგორ მიმძიმდება ერთი ბეჭედი, უწმინდესისგან მოძღვნილი და ნასახსოვრები. ოდეს ჩემი მზეც დასალიერს ჩაიღვენთება და გულწრფელ ცრემლებს დამაყრიან როცა სწორები. ბევრს არას აგთხოვთ, ჩამატანეთ მხოლოდ ბეჭედი, უწმინდესისგან მოძღვნილი და ნასახსოვრები. ერთი ეს ლექსია და მეორეს ქვია სიყვარულის მასწავლებელი. ოი, მადლობა უფალს თქვენ მოგანდოთ ბედი ქართლისა, ლოცვით და ცრემლით აგივსიათ სიბრძნის სალარო, რადგან თქვენ მყავხართ, ბზის ნათელი ადგას ჩემს მამულს, 60 ეკლესიის, მამა მთავარო. როდესაც ერი რწეოდა ვითარც ლერწამი, თქვენ გვაფრთხილებდით ნუახვები შეშლილ ქარებსო, ერის ტკივილის ბეჭედი ხარ, სიწმინდის მცველი, ბრძენო კეთილო უწმინდესო უნეტარესო, მეც ბევრჯერ მსაჯეს, თვალში ბეწვიც არ შემარჩინეს, ბევრჯერ ეს გული ნაწამები სევდით ამევსო, მადლობელი ვარ ნუგეშისთვის, მწყემსო კეთილო, ღირსო მამაო უწმინდესო უნეტარესო, ჟამსი ძურვილის, თქვენ სიკეთის გვასწავლით ანბანს, გიყვარდეთ მტერი, ნუგეშიეს გლოვი არესო, შენ გზას მიყვებით, სიყვარულის მასწავლებელო, ერის მოძღვარო, უწმინდესო, უნეტარესო. ესე იგი, რამდენი რაღაცისთვის გვაქვს სათქმელი მადლობა პირველ რიგში უფლისთვის და ერთ-ერთი ის არის, რომ ასეთი არაჩვეულებრივი პატრიარქი გვარგუნა ქართველ ერს და ძალიან დიდი მადლობა უწმინდეს ყველაფრისათვის. მოდი ახლა კიდევ ნახოთ რამდენიმე ჩანაწერი და მერე მაყვალა მოგვიყვება ერთი საინტერესო სიახლის შესახებ, მასროს ჩვევია ისეთის შესახებ. გაუშვათ დარჩენილი ყველა ჩანაწერი თუ შეიძლება. გლობალიზაციის ესეთი დიდი ტემპის პირობებში ერთადერთი ინსტიტუცია საპატრიარქო და ზოგადად ეკლესია, რომელსაც შეუძლია ყოველთვის დაგვაბრუნოს ადამიანურ საწყისებთან და მისი მნიშვნელობა არის განუზომელი. საქართველოს პატრიარქი ეს ის პიროვნებაა, რომელსაც ძალიან რთულ პირობებში და პერიოდში მოუხდა მოღვაწეობა და ეს იყო ის წლები, რომელსაც ყველას გვახსოვს, როცა ეკლესიებში ლოცვისა და წირვის მაგივრად გამოყენებული იყო საწყობებად, გამოყენებული იყო სხვადასხვა ოფისებად და აბსოლუტურად დაკარგული იყო საზოგადოებაში ზოგადი დამოკიდებულება რწმენის მიმართ. თქვენ წარმოიდგინეთ, ბეწვის ხიდზე გაატარა მან თავისი ერი და სამშობლო ამ კაცმა, რომ აი ეს სულიერება აღდგენილიყო და შეესხა ხორცი. სიმბოლო, ჩვენთვის სიმბოლოა პატრიარქი, ჩვენთვის პირადად ესია, მაგალითია. მაგალითია სიყვარულის პირველ რიგში, მაგალითია თავდაბლობის, მაგალითია პატიოსნების.
სამართლიანობის მეგონი ესეთი სიმბოლოები განებიურებულები არა ვართ ჩვენ დღეს და მე პირადად ძალიან ბედნიერი ვარ რომ აი ამდენი წლისა ვარ უკვე 50-ს გადავაბიჯე დიდი ხანია და მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების მანძილზე მომყვება ეს ადამიანი თითქოს მართლა ღვთისნება ყოფილიყო საქართველოსთვის რომ ამდენი ხნის განმავლობაში ესეთი ადამიანი ჩვენი წინამძღვარია სულიერების მხრიდან აი ესეთი პატარა ლექსი მიუძღვენი მე მას რომ ჩვენ რომ ვაფურთხებთ ის მაინც ბლოცავს უმადურობის პიკის თარეშში ის გამუდმებით სიყვარულს ლოცავს ამ სუიციდურ არემარეში მაგრამ ვინ არის ყურის დამგდები ყურები მაინც სულ დახშულია ვიყურებს ტირის სულის დამდები არ ნახულებით გალახულია რა ვთქვა აი მართლა არ ვიცი სიტყვები ხო იცი რაღაცა შეიძლება ვერ გამოუნახო სიტყვები ისე გიყვარდეს და ისე პატივს ცემდე პატივს და სიჩუმეს და დუმილითაც შეიძლება გამოხატვა ისეთი რაღაცის რასაც სიტყვები ვერ გამოხატავს და აი მართლა ესეთი შემთხვევაა ჩემში როდესაც უწმინდესზე ვლაპარაკობ ძალიან მეყვარს მეტი ვერ შეიძლება და დიდი მადლობა უფალს დიდი მადლობა ღმერთს რომ ესეთი ადამიანი გვარგუნა ჩვენ ჩვენი უწმინდესი იმდენად დადებითი პიროვნებაა ჩემის აზრით რა თქმა უნდა და იმდენჯერ დაამტკიცა თავისი დარბაისლობით თავისი ჭკუით თავისი ერის და ქვეყნის სიყვარულით რომ არ მგონია ჩემგან საჭირო იყოს მისი ასე ვთქვათ დაცვა ან ჩემგან არ უნდა სჭირდებოდეს იცით მას ეს მე შემიძლია ვთქვა რომ რას ფიქრობ რას განვიცდი უდიდეს პატივისცემას მისადმი მოწიწებას მოსულა ის წინა ეს ხდებოდა წლების წინ სპექტაკლებზე გამოუხატავს თავისი აღფრთოვანებაც მაგრამ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ჩემთვის არის ჩემი პირველი ასე ვთქვათ ახლოს თანახვა უწმინდესის ეს ხდებოდა ბევრი წლების წინ მე მაშინ სტუდენტი გოგონა ვიყავი აღდგომის ხამე იყო სიონში მისვლა გვეკრძალებოდა კომკავშირის ცეკას თანამშრომლები ყოველთვის იდგნენ გარშემო მაგრამ ჩვენ რაღაცნაირად მოვახერხეთ დიდი ბრძოლით და რაღაც მივახციეთ სიონამდე და მოვახერხეთ შესვლა სავსე იყო სიონის ეკლესია აი მართლა რო იტყვიან ნემსის ჩაგდებაც კი იყო რთული და უცებ ატყდა ზარები და დავინახე რომ აი ეს ადამიანი რომელსაც უწმინდესი ქვია ჩამოდიოდა ეკლესიის კიბეზე და რაღაცა ისეთი რაღაც იღურებოდა მისგან მე ამდენი წლები გავიდა მას შემდეგ და არასდროს დამავიწყდება ეს შეგრძნება როგორი სიდარბაისლე, როგორი სითფო, როგორი დიდებულება იყო მასში და ამასთან ერთად რაღაცა სიკეთეს ასხივებდა საოცარს. ყველაზე დიდი მუსიკოსი, ყველაზე დიდი მხატვარი, ყველაზე დიდი პოლიტიკოსი, ყველაზე დიდი მეცნიერი, რა ვიცი, ჩვენი უწმინდესი მე დღეს ცოტა განსხვავებულად ვილაპარაკებ, მე უყურე ამ რუბრიკას ჩემი ახლობლები, ჩემი მეგობრები, კოლეგები როგორ ეფერებიან ჩვენ უწმინდეს უბრალოდ მე მინდა რა ვიცი, რამდენად სამართლიანია, მაგრამ მე ჩემი პირადი პოზიცია მინდა დავაფიქსირო მთელი ჩვენი ქართველი ერის სახელით მინდა პატიებოთ ხოლმე მას, რომ ძალიან ბევრჯერ თუ სულ არ დაუჯერეთ ჩვენ უწმინდეს და შედეგი სახეზეა ვიმტკით აი ამ ჩვენ ამ ნაბის. მიმართავ იმ ადამიანებს, ვისაც გამოცხადებული აქვს ეს დიდი ომი პატრიარქის მიმართ, იცოდეთ, რომ პირველ რიგში უწმინდესი ლოცულობს თქვენზე.
საბოლოო ჯამში თქვენს მისი შვილები ხართ. ძალიან დიდი მადლობა. რამდენიმე ხანში თბილისი და საქართველოს სრულიად მოწმე გახდება ერთი ლამაზი ფესტივალისა და აი ამ ფესტივალის შესახებ მოგვიყევი მაყალა ახლა. სიამოვნებით ჯერ დავიწყებ იმით, რომ დავამთავრებ ამ თემას, რასაც ჩვენი უწმიდესი საუბარი ჰქვია. 17 მარტს მარადილ სასუფეველში გადავიდა ჩვენი უწმიდესი. 17 მარტი ქართველებისთვის მტკივნეული დღე იყო აქამდეც, იმიტომ რომ 17 მარტს გალაქტიონ ტაბიძეს ასევე აღესრულა და სულ მახსენდებოდა მურმალებანიძის სიტყვები ამ დღეებში, რომ 1-2 სხვაც იყო, ვინც მშობლისთვის იღწოდა, მაგრამ ვისაც მარხავდა, საქართველო მიცოდა. აი ეს დღეები იყო სწორედ ის, რომ საქართველომ ძალიან კარგად იცოდა თუ რა ტკივილი მოეფინა და რა სინათლე საქართველოს. რაღაცნაირად განმეორდა კიდევ ერთი მაშინ როცა ალბათ მთაწმინდაზე პოეზიის მეფეს მიაბრძანებდნენ და მეორე როცა სამების წმინდა ტაძრისკენ დაიძრა მთელი საქართველო. არ ქონდა მნიშვნელობა ასახს, ჯანმრთელობას, ყველას თავისი ცრემლი უნდა იქ დაეღვარა. ეს ამ თემაზე რაც შეიძლება საუბარი, წლევანდელი წელი ქართველი მწერლებისთვის მრავალი საინტერესო ამბით არის მნიშვნელოვანი. ერთ-ერთი სანამ ფესტივალზე ვისაუბრებ, მნიშვნელოვანი იმით, რომ ყველა ქართველისთვის ლეგენდარული, უსაყვარლესი, გამორჩეული მწერალი რეზო ინანიშვილი 100 წლის ხდება წელს და სწორედ ამ თარიღისთვის ვემზადებით, უკვე დავიწყეთ მზადება რეზო ინანიშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით და ვამზადებთ ძალიან საინტერესო წიგნს რეზო ინანიშვილის მოგონებებით, მასზე მოგონებებით, უნიკალური ფოტოებით, მისი შედევრებით. ძალიან ისეთი წიგნი იქნება, მე მგონია რომ ასეთი ბატონ რეზოზე უამრავი რამ დაწერილა ბატონ რეზოს თვითონ მისი წიგნები ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი წიგნება, ხო? კი, რა თქმა უნდა, მიუღია ხალხს, მაგრამ ეს წიგნი რაღაც სხვანაირი სითბოს წიგნი იქნება, ფიქრობ ასე. გვეხმარება საგარეჯოს მუნიციპალიტეტი და საიდანაც თვითონ ბატონი რეზო ბრძანდებოდა, გვეხმარება შემოქმედებითი საქართველო და კულტურის სამინისტრო ამ წიგნის დაბადებაზე და შემდეგ უკვე აღნიშნავთ ღირსეულად ჩვენი უსაყვარლესი ბატონი რეზოს დაბადების დღეს. მე მინდა ბატონი რეზო გავიხსენო ეხლა, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი მოგონება მაქვს ბატონ რეზოსთან. ბატონ რეზო, ვინც მას იცნობდა, აი როგორც მინდორზე რომ ბალახი არის უწმინდესი და მას არ ჭირდება რაღაც გამორჩეული სილამაზე, აი ასეთი ბუნებრივი იყო, ესეთი მშვენიერება ჰქონდა, რასაც ვერ აი არავითარი მასში არ იყო ღვთიური იყო, აი ეს სიტყვა მინდა ვთქვა, ბუნებრივი და ღვთიური ადამიანი იყო, უბრალო საოცრად და მახსოვს ერთხელ მწერალთა კავშირში ვარ მისული და გამოვიდა მეუბნება რომ ესე შენაო ეხლა პატარა გოგო ხარო დაღლილი იქნები ლექციიდან მოდიხარო და ჩემიო მანქანით წაგიყვანე რომ კაცი იყო მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე დივანი იყო და მე რო ვთქარი არა რას ბზადებ ბატონო როზო მეთქი მე მეტი არაფერი შემიძლია იქაც კი სადაც ადამიანები ადვილად ახერხებდნენ ყველაფერს ბინა იქნებოდა ესა თუ მანქანა საკუთარი თორე იქაც არა ის კი მხოლოდ და მხოლოდ სიკეთისთვის იყო იქაც მისული და არა თავისთვის ყველგან ასეთი იყო თავის ნაწარმოებიდან დაწყებული თავის ნებისმიერი ქმედებით და მახსოვს ვიყავით მე სულფალს მადლობას ვეუბნები იმიტომაც რომ ძალიან ადრე მოვედი ქართულ მწერლობაში 17-18 წელს ასაკში უკვე ის მართლაც გენიალური თაობა მეგობრობდა საოცარი ხალხი და მახსოვს ქუთაისში ტარდება ლიტერატურული დღეები და მე ვარ ერთადერთი 20 წლამდე და აქ არის ამ ავტობუსში რომელიც მიდის ქუთაისში შოთა ნიშნიანიძე, მურმა ლებანიძე, ირაკლი აბაშიძე, ჯასუხ ჩარკვიანი, რეზო ინანიშვილი, თელი ეს ხო ვარსკვლავებით სავსე და ესა საშნელი ქარი დაგვხდა ქუთაისში და მე თხლად მეცვა და
თავისი კაშტე მაჩუქა რეზომ და მითხრა გოგო სატაცურგი გავკისერი არ გაცივდევს იქ ძალიან გამხდარი ვიყავი და სატაცური ვიტყელი და მახსოვს ერთხელ ისეთი გახარებული შემხვდა და რა გიხარიათ მეტია ვაიმეო ერთმა გლეხმაო ისეთი ლექსი წამიკითხა ხალხურიო ისეთიო აბასო ეხლა შეგჩუქნი და არ დაგავიწყდესო და ასეთი ლექსი იყო ერქვა ის ჩივილი ნეტავიშენ ენძელაო ორჯერ მოხვალ სერზედაო ერთხელ მოვალ მოვშავდები ამ დაწყევრილ ხევზედაო ბიჭები ქუდზე მაჭკნობენ გოგონები ყელზედაო და აი ეს საოცარი ლექსი და მახსოვს უკვე 90-იანი წლებია ძალიან მძიმე წლები თბილისში თვითონ ბატონი რეზოც უკვე არ არის კარგად და დამირეკა ტელეფონით რომ მეო შენზე მოთხრობა დავწერეო და აბა ერთიო ლიტერატურულ საქართველოსშიო წაიკითხეო თუ მოგეწოდება დავაწერო რომ აყვალა გონაშვილსო მე ავლაბარში ვცხოვრობდი როგორ თავდაბლობა და აბა თავდაბლობა და ახალგაზრდის როგორი სითამხედე რასმებაში გავიდა მე ვცხოვრობდი ავლაბარში და მოთხრობას ქვია ავლაბარი და დილის საარი და ასეთი გმირი არის პატარა გოგონა 20 წლამდე რომელსაც ბებიის დიდი თეთრი შალი აქვს ხრებზე მოგდებული მე ვატარებდი ბებიის ნაქსოვ შალს და მთელი დღე ეს გოგო დადის ხან ვისთან მისახმარებლად ხან ვიღაც ავადარი და სანახავად და მე პირველ პირში არის ეს ყველაფერი და მე მოთხრობა მთავრდება საოცრად რომ ყველას გონიაო რომ ამ შალითო ვისაო ბედიჩრობ რა ვიპრანჭებიო სინამდვილეში უკვე ისე დამეღალაო ხრებიო რომ მალავო რომ უკვე მომეხარა ხრები დაღლისაგან გენიალური მოთხრობა მაგრამ ეხლა ხო იცი ახალგაზრდობისას თავი გენიოსი მგონია მე ნელ-ნელა ხვდებით ვინ რას რისი შემძლევართ ხო და ესე მთავრდება მოთხრობა და მერეო დავიფარებო ამას და ვწერ სულელურ ლექსებს დედა მეწყინა ისე მეწყინა რომ არ დაურეკე ბატონ რეზოს მე მეტი ბატონი რეზო არ მინახავს ბატონი რეზო და მოხდა ისე რომ როცა ბატონი რეზო გარდაიცვალა ეს არის უკვე ომი ქალაქში და მე მომიწია ისე რომ ახალდაბადებული მყავს ჩემი გოგონა და ქუთაისში ზუგდიდში ვცხოვრობთ ამ დროს ჩავედი ბებია ბაბუასთან ბავშვის და ჩაიკეტა საქართველო გაიყო ორად აღარ არის გზა აღარ არის არაფერი სამყაროში სიცოცხლის ნიშანწყალი და შევრჩი ზუგდიდს ისეთი შიშია ზუგდიდში რომ კარებს ღამე და ფანჯრას შუა ზაფხულში ღამე ფანჯრები არის დარაზული მაგრად და აი ამ პირობებში ვარ და ტელევიზორში გამოაცხადეს რომ რეზო ინანიშვილი გარდაიცვალა და ისე ვარ დაღლილი ამ სიკვდილებით ამ ყოფით რომ ცრემლი არ ჩამომვარდნია რაღაცნაირად მივიღე ეს ამბავი თითქოს ჩვეულებრივი ამბავი და რომ რეზოს რამდენიმე კაცი ახლდა და გააცილა სულ ვერამი გაბედა ამ ომის პირობებში რეზოს გაცილება უკანასკნელს ასე აი ეს მოვისმინე გავიდა ხანი და ჩემს ბიჭს უკითხავ რეზოს გენიალურ მოთხრობას მეოთხე კლასშია თუ მესამეში როცა დედა აცილებს შვილს უკან და ლამპარით აცილებს და მე ეს შვილი ვეღარასოდეს ნახავს დედას და საოცარი მოთხრობა როგორც შეძლო რეზოს რა ერთ დახევარ გვერში გული ამოხსლოდა და დავიწყე ტირილი ფიქრობს ჩემი ბიჭი გაოცებული ფიქრობს კაცო რა ჭირს დედა ჩემს აი დავიტირე ხმით რეზო ატყმარას ხო და გავიდა წლები და რეზოს მეუღლე მიამბო ასეთი რამ რომ რეზოს დღიურებს ვათვალიერებდიო და ერთი ასეთი რამ უწერიაო თუმე რატო დაწერა ეს მოთხრობა რომ მწერალთა კავშირის კიბეებზეო ჩამოირბინა მაყვალამო და ისე იღიმებოდაო ისე კეთილათო გავაჩერე და ვკითხეო გოგოო ეს სამყარო ასეთი ბოროტიაო და შენო სულ ასეთი კეთილი ღიმილი რატო გაქო და მიპასუხაო რომ როგორცო ცუციზმარს ადამიანიო წყალს ატანსო ყველა ტკივილს ცრემს ვატან და მერე ვიღიმებიო ეს არის ჩანაწერი რეზოსი როგორ შეეძლო ამების დანახვა ამის გულში გატარება ამის ჩანაწერის გაკეთება საოცრება იყო ბატონი რეზო და ფანტაზიაც კი შთამბეჭდავი ქონდა სულ კალამი ეჭირა სულ იწერდა სიტყვასაც იწერდა რაღაცას რო გაიგებდა უცნაურს ზოგჯერ კამათობდით ხოლმე რაღაც ვეუბნებოდი რომ აი კახეთში ეს სიტყვა არის მინათი სოფლის მინათი და მე ვეუბნებოდი მინათი ნიშნავს სოფლის მინათი სხვის ბეწმინდობილი ის მეუბნებოდა რომ შეიძლება ეს აღმოსავლური იყოს და აი ამაზე მე ვამტკიცებდი რომ ფიზიკური დიალექტი იყო ის მიმტკიცებდა რომ შეიძლება ეს არ არის დიალექტი და უფრო იქ ბევრი შემოსული სიტყვა და ეხლა რომ
რომ ვაკვირდები სიტყვა მინათი მართლა გავს მანათი მინათი და რაღაცები აღმოსავლურ ხო ბევრი გვაქვს სპარსული სიტყვა და შეიძლება მართლა სპარსული არის მაგრამ აი მახსოვს მაშინ ფიქრობდი რატო და ამაზე კავათობდი და აი ხა მეძლება საშუალება რომ ბატონი რეზოს სულს მადლობა გადაუხადო და იქნება ძალიან საინტერესო დღეები რეზოინაშვილის და თვითონ სადაც არის მისი მუზეუმი ხაშბში იქნება ერთი იქნება თბილისში მისი წიგნის პრეზენტაცია მეცნიერებათა აკადემიაში ვფიქრობ და მეორე იქნება ალბათ წლის ბოლოს უკვე დიდი იუბილე უნდა ჩატარდეს. ეს ახლა რასაც ვაკეთებთ წიგნისთვის ამაზეა საუბარი. ახლა მეორე საკითხი, რასაც ასევე დიდი გულისყურით ვემზადებით 1920 წელს ტიციან ტაბიძემ, გალაქტიონ ტაბიძემ და პაოლო იაშვილმა წერალთა ყრილობაზე წარმოადგინეს ასეთი წინადადება. ახლა ყველას გონია რომ ეს მაშინ დაიბადა ეს იდეა, მაგრამ ამას წინათ როცა მე საარქივო მასალებს ვათვალიერებდი, აღმოაჩინე რომ თურმე პოეზიის დღე ჯერ კიდე სადამ ეს დაფუძნდებოდა და ოფიციალური დღესასწაული იქნებოდა, იქამდეც ატარებდნენ ეს ჩვენი დიდი პოეტები ამ დღეს. და ვნახე რომ 1918 წელს ქუთაისში დიდ ხეზე პირველ სკოლასთან რო არის ბარტყებივით რო ის ტარდება პოეზიის დღე. ესე იგი, მაგრამ ოფიციალურად 1920 წელს მწერალთა ყრილობაზე დაისვა ეს საკითხი და 7 მაისი პოეზიის დღესასწაულად აქციეს. ეს იყო ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაული თბილისში. არა მარტო თბილისში. გალაქტიონ ტაბიძემ დაწერა ლექსი, პოეზიის ჰიმნი. არაყიშვილმა დაწერა მუსიკა და ყველა ქალაქში შესრულდა ეს სიმღერა. მოხდა ისე რომ ვერსადვერი ყოველთვის ვამბობ ხო არავინ იცის არაყიშვილის ეს სიმღერა დაკარგული არის ეს პოეზიის ჰიმნის მუსიკა იქნებინმე ვიცოდეს ეს და დაწერეს ასეთი სიმღერა მთელი საქართველოს ზეიმობდა გამოვიდა ერთჯერადი გაზეთი და ამ დროს წინვალე ჰოვანეს თუმანიანის ეს საოცარი კეთილი ნათელი კაცი ისე განიცდის ამას უკვე ასაკშია ჰოვანეს ისე არის აყოლილი ამ ახალგაზრდების იდეას და ტიციანი რომელიც მართლაც პოეტი იყო სულ არ დაფიქრებულა რომ სახლში საჭმელ-სასმელი არ ქონდა მზად და დაპატიჟა ამ პოეზიის დღესასწაულიდან პოეტები თავის სახლში მივიდა მაგრამ აღმოჩნდა რომ თურმე არაფერი აქვს სახლში ჰოვანესმა უთხრა დუგეშინიაო მიდიო შენ ლექსები წაიკითხეო და სადამო შევხალთო ეშხშიო მე მალე მოვალო და 1.5 საათი კითხულობენ ეს ჩვენი გენიალური პოეტები ლექსებს მოიხედეს და ჰოვანესი დიდი ხონჩით მოვიდა სავსე საჭმელ-სასმელით და აღნიშნეს პოეზიის დღე. ამაზე რა კაი ფილმის გაკეთება შეიძლება ეხა დავინახე უცებიცი თავისი მუსიკალური თავისი არაყიშვილის მუსიკით თავისი ამ ლიტერატურული ნაწარმოებით ამ ლექსებით და თან ნუ ეს რეჟისორული ჩანახატი იქნება ფანტასტიკური. 1924 წელს აიგრძალა ეს დღე. აი უნდა მეკითხა, როდის აიგზა, როდემდე იყო. ყველაზე ეროვნული დღესასწაული, იქამდე გამოდიოდა გაზეთი, ყველაფერი და 24 წელი, როცა უკვე რეპრესია იწყება, როცა საშინელებები ხდება, როცა მატარებელი სისხლით ივსება გენიალური ქართველები და 24 წელს აიგრძალა. შემდეგ 80-იან წლებში რამდენიმე ჟურნალი გამოსცა მერანმა, პოეზიის დღე ერქვა ამ ჟურნალსაც, ისევე ისპედი ეწვია ამ ჟურნალსაც, რაც იმდროინდელ საქართველოს დღესასწაულს, იმიტომ რომ სწორედ მაშინ დაიბეჭდა ლექსი მის კოლავ ნადირაძის ხო და ისევ დაიხურა ეს ჟურნალი და გაჩერდა ყველაფერი 2007 წელს აღვადგინეთ ეს დღესასწაული მწერალთა კავშირმა და გადავწყვიტეთ რომ ამ დღეს მაშინ უფრო ხელმოკლედ ეხლაც ხელმოკლედ ვართ მაგრამ კიდევ უფრო ძიმეთ ვიყავით მდგომარეობა მწერალთა კავშირის რთული ქონდა მოგეხსენებათ დევნილი მწერალთა კავშირი ვიყავით და აი 2007 წელს გავაკეთეთ ისე რომ ამ დღესასწაულზე დიდი ქართველები დავაჯილდოვეთ პირველად ქართული კულტურის რაინდის წოდებით და ეს დიდი ქართველები იყვნენ ოტია იოსელიანი ჭაბუა, ამირეჯიბი, ტარიელ ჭანტურია, თამაშ ჭილაძე, რეზო მიშველაძე, ოთარ ჭილაძე, ვინმე არ გამომრჩეს ჯანსუღ ჩარკვიანი ჩემი უსაყვარლესი ბატონი ჯანსუღი. და აი ამ დღეს ეს გენიალური ქართველები 10-მდე ქართველი პირველად დაჯილდოვდა ამ წოდებით ქართული კულტურის რაინდის წოდებით. თანაც რა გადავწყვეტ გვაქვს დრო თუ კი გვაქვს უბრალოდ ჯანსუღ ჩარკვიანზე გამახსენდა ჩვენ ხო გავუშვით მაყვალას მიერ გამოგზავნილი ფოტოები
უბრალოდ არ მიმიქცევია ყურადღება მაპატიეთ და თუ არ გაგვიშვია, თუ არ შეწუხდებით, გავუშვათ, ხო? გავუშვით, კაი, დიდი მადლობა. და აი ეს და თან რა დაუდეთ საფუძვლად, რა ვთქვით, ვის შეიძლება მისცე ქართული წერლობის რაინდის წოდება. ძველად რაიდებს მე-15-მე-16 საუკუნეში მიყვარს მაყალას მონაყორი ამბები რა. აი მართალია და თან რაღაცა მსახიობური ნიჭით. მე-15-მე-16 საუკუნეში ჰქონდათ ფარი, რომელზეც იყო სიასამური გამოსახული. რატო იყო ახლა სიასამური? და იყო ასეთი წარწერა: უმალ სიკვდილი ვიდრე უმცირესი ლაქა. თურმე სიასამურს ამ საოცრად პატარა და უძვირფასესი ბეწვის ცხოველს ქონია საოცარი თვისება. რაც არ უნდა მოხდეს, ტალახში არ გაივლის. და მონადირეებმა კარგად იცოდნენ მისი ეს თვისება და რადგან იარაღით არ უნდათ რომ დაზიანებულიყო ეს მისი ძვირფასი ბეწვი, ყოველთვის ცდილობდნენ რომ ტალახამდე და მამდე მიემწყვდიათ და იქ ჩერდებოდა, ხო, იქ ჩერდებოდა ცხოველი და სიკვდილს ამჯობინებდა შელახვას თავისი ბეწვის და ჩვენ ვთქვით რომ ეს უნდა მიიღოს იმ ადამიანებმა, ვისაც უფლება გაიმეორონ, არა მარტო იმიტომ რომ იყვნენ კარგი ხელოვანები, არამედ უფლება აქვთ გაიმეორონ ეს სიტყვები უმალ სიკვდილი ვიდრე უმცირესი ლაქა. აი ასე გაჩნდა ქართული კულტურის რაინდის წოდება. შემდეგ არაერთმა ორგანიზაციამ გაიმეორა ჩვენ საწყენი არაფერი გვაქვს რაც მეტ ადამიანი ხო ჩვენ ახლა იმდენი პროექტი წაუღიათ იმდენი არა, ჯერ ერთი იმდენი პროექტები გაქვთ, თქვენ შეიძლება ვერც მოასწროთ. ბევრი ჩვენი დაფუძნებული პრემიაც მიუსაკუთრებია, ჩვენი პროექტებიც მიუსაკუთრებიათ, ბევრი რამ მომხდარა. ისე არ უნდა იყოს ეს. ხო, დღესაც როგორც ადრე ისე ვართ უსაკარონი და სხვის ჭერ შეფარებული, მაგრამ თავარი ეგ არ არის, თავარი ისა რაც უწმინდესმა გვითხრა. რაც უწმინდესმა გვითხრა, რომ აუცილებლად უნდა იყოთ ხალხთან და თქვენი სიტყვა ხალხამდე მიიტანოთ და ისეთი დღე არ არის რომ ქართველი მწერალი ან თბილისში, ჩვენი კავშირის წევრი, ან ქუთაისში, ან ბათუმში, ან რუსთავში, ან კახეთის რომელიმე ულამაზეს მხარეში, კუთხეში არ ატარებდეს საღამოს და არ იყოს დღესასწაული ქართული სიტყვის. რაც შეეხება ახლა კონკრეტულად უკვე მივედი იქამდე, რასაც ქვია ჩვენი ფესტივალი. თავიდან დავიწყეთ ასე აღვადგინეთ ეს დღეები და უკვე რამდენიმე წელია საერთაშორისო მნიშვნელობა შეიძინა ჩვენმა ფესტივალმა. უკვე ამ ფესტივალზე ჩამოდიან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ადამიანები, მაგალითად გასულ წელს ჩვენ გვყავდა გასულ წელს იტალიიდან, ჩინეთიდან, ისრაელიდან 10 ქვეყანა იყო შარშან ჩამოსული ამ ფესტივალზე და ძალიან ლამაზი დღეები იყო თბილისში, იყო ქუთაისში, იყო უწყინვალესი დღეები აჭარაში, დაუვიწყარი დღეები, ძალიან ლამაზი დღეები ჩატარდა გორში, ასევე უნიშნულოვანესი. წელს შევიცვალეთ ადგილმდებარეობა, იქნება წელს ჩამოდის ლატვია, იტალია, ისრაელი, თურქეთი, სომხეთი 10 ქვეყანა კიდე იქნება წელსაც ყველა ცნობილი მწერალი ყაზახეთიდან ჩამოდის ყაზახეთის ყველაზე ცნობილი პოეტი რომელიც არის იქაური ლიტერატურული ჟურნალის რედაქტორი სახელმწიფო პრემიის ლაურეატი გაილი ჟაილიბაი და საინტერესო იქნება სწორედ იმით რომ გაილი ჟაილიბაის წიგნის პრეზენტაცია მოხდება მე ვთარგმნე მისი ლექსები და ეს არის საოცარი წიგნი კარგად მოგეხსენებათ გადასახლებები 27 წლებში და იქამდეც იყო ყაზახეთში და წიგნი არის ყაზახი კაცის უნიჭიერეს ყაზახი კაცის დაწერილი რექვიემი გლოვა აი იმ ადამიანების ვინც მიწაში ტყუილად დაღუპეს ცალკე რო შვილების ბანაკი ცალკე იყო დედები როგორ ტიროდნენ და ესმოდათ შვილის სისხიანი შვილების ხმები და როგორ გმინავდნენ აქეთ ეს ცნობილი ქალბატონები ბალერინები მსახიობები მწერლები და როგორ უხდის ბოდიშს ამ ადამიანთა სულებს საოცარი წიგნი არის იქ არის ერთი ძალიან ისეთი მტკივნეული პოემა მიყავთ ეს ტყვე ქალები და ამ დროს გამოლენ ყაზახი ქალები და ამ ტყვეებს ესვრიან ქვეებს და ისე უბნება ქალი რომელიც ხელმძღვანელობს
ციხის უფროსი თუ ვიღაცა ხედავო როგორ ძულხართო მოღალატეებო ყაზახ ქალებსო და უცებ ერთ-ერთი მოკიდებს ხელს და ხვდება რომ ქვა არ არის და ჩუმად ჩაიდებს ჯიბეში და მეორე მესამე თურმე ამ ყაზახ ქალებს არ უნდა რომ მიხვდეს ეს რუსი პოლიციელი თუ მილიცია თუ რომ რას ესვრია ეს ყოფილა გამომშრალი ყველი როგორც ჩვენთან არის დამბალ ხაჭო და რომ ქალები ის ხო ის არის თან გადამრჩენელი შეიცავს ანტიბიოტიკს და როგორც ქვას ვითომ სიძულვილის ნიშნად ესროლეს რომ ამ ქალებს ეს მოეკრიბა და ეს ეჭამათ ამ დამშეულ ქალებს და მე არის ისეთი რომ როგორი ღვთაებრივი სული ქონდა ამასო რა საოცრად გადარჩითო ეს ქალები აი ასეთი ისა პოემები არის ძალიან საინტერესო და კარგი პოემებია და მე მიხარია რომ ამ წიგნის პრეზენტაცია მოხდება იმდენად საინტერესოა რომ ძალიან ნიჭიერმა რეჟისორმა გოჩა კაპარაძე თქვა რომ ისე მომწონს რომ ვფიქრობ ხوار დავდგაო რა ხო სცენაზეო და თუ კი ეს მოხდა ხო ალბათ შეიძლება ახლა შევხვდებიან ამ ფესტივალზე ერთმანეთს და იქნებ რაიმე იდეა დაიბადოს კარგი იქნება ამის გაცოცხლება ძალიან საინტერესო იქნება და აი ასეთი ადამიანები წინა ფესტივალმა კარგი შედეგები გამოიყო უკვე სხვადასხვა ქვეყნებში ქართველი მწერლები ითარგმნენ, ასე რომ უნიშნულოვანესია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან მიზერული ხარდაჭერა გვაქვს მატერიალურად, მაინც ვფიქრობ, რომ მაინც ვფიქრობ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ კარგად. იმიტომ რომ გასული წლის ფესტივალიც იყო ძალიან კარგი და ღმერთს ვთხოვ რომ წლევადელი ფესტივალი იმაზე ნაკლები ნუ იქნება. იქნება, ნამდვილად კარგი იქნება და ძალიან დიდი მადლობა, ყოველთვის ძალიან მიყვარს ხოლმე შენი სტუმრობა, იმიტომ რომ არაჩვეულებრივ ისტორიებს ყვები და ყოველთვის სასიამოვნოდ. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ ჩემო ძვირფასებო, ვინც გვიყურეთ და გვისმინეთ. მე მომავალ პარასკევამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.